გამარჯობათ ხალხო და ჯამაათნო, ესე იგი, მე და დიმო ვართ, ჩემგან ხელპირდაპირ დიმო არის, რო იცოდეთ გამოცხადებული, ის სიმპათიური ბიჭი ვინაო, რო იკითხოთ და ასე შემდეგ, რო იცოდეთ, ის არის დიმო კაზანჯას ძმა, გრიგალა და კოკა არიან ჩვენთან ერთად. არო. ეგა. კაი, სეზონი 2, სერია 2. აქ უნდა გადავახვიოთ სავარაუდოდ? აღარ არის ეს, კაცო? თავიდან დასაწყისში რო იმეორებდნენ. მეორე სეზონში არ არის ეს. ოპა, ბირჟა მევასება. ერთი ამას უყურე, რას ჩალიჭებს თო? სკრინდაჟე გამოსირებულო რამე არ მოიჭეჭო, ბიჭო. ვინკა მამა შენია, გაიგე? აუზდელია ეს ჩემისა. პივა გინდათო? ისე რა. რა ხარ ემა? Привет, ელგუჩ. აომარჯოს. ძმურად ხალხი პახმელიაზე იხოცება, ცოტა დაგვაფინანსე რა. მე თუ არ შეგიძლიათ რას ვამთ. ეგრა ბაზარია ძმაო. მე ერთი პივის ფული გთხოვეთო, შენ ამხელა პანიკასა წევაქა ვერ გავიგე. ანიკა რა შუაში. აქ უბანია ძმაო, ეგრე არ მოსულა, გაიგე? რა ხდება? არაფერი, რა უნდა ხდებოდა? რაშია საქმე? არაფერი ვლაპარაკობ რა. შენ გეკითხები რაშია საქმე? არაფერი უფროსო. აბა რას გაჩხერილ ხარ შუაგზაში შეჩემა? დავაი აქედან. ერეთელი ჭუით იყავით ორე ხო იცი? რას ვაშავებთ უფროსო? ჭუით იყავით მე თქვენ გეუბნები. რა კაცია, როგორც ის ბიჭო იღლიაჭია გამოდები. იმენა კარებზე გადმოდები. გავმართ. ეგ არ მაინტერესებს. როგორ არ გაინტერესებს? არ მაინტერესებს მეთქი. ეს ვინ არის თუ? ჩემი მეზობელია. კალდუნა. 3 დღეა ჩამოვიდა. ბიჭო ეს ის კალდუნაა რუსეთში რო იყო თო. ო, 5 წლიან სროგზე გაუშვეს რუსებმა. ეგ კრესტებშია ნაჯდომი. ეგ ადრე შეჩემა. მე არდოვსკაია SSR. ლაგერასუბოვო რეჟიმი. ეს ბუტკა ჩემი არ არის. მე სულ სირზე მკიდია, ვისია ეს ბუტკა. დუნა ლეგენდა კაცი. ჩემი მეზობელი იყო, ხო იცის? შენი მეზობელი. მეგალიშვილი. ხო, მე ცხოვრობ ეზოში, ჩემს, აი, ეხლა რასაც ხედავთ კედელს უკან, აი, მაგ ეზოში ცხოვრობ და ჩემს უკან. ვა. სკრინტას იცოცხლ. როგორ ახარ კალდუნა? ახლა მაგარი სახელი. როგორ გავუსწორდა რომ მიესალმა? ათო ვინ არის ეს კაცი, საიდან მოვიდა? მეუბნება 100 ლარი მომეცი. მე საიდან უნდა მოგცემ მე? ფეხებზე მკიდიაო. მომეცი 100 ლარი ხვალდილით გამოვილიო. აი ახლა მილიციაში რო დავრეკავ, მე ნახავს ეგა ბებია მაგისა. ხალო შენ ვიღაც პანახუ არ გონი. რა სპანა რა ბუტკა ჩემია თუ რა? წადი ბონდოს დაუძახე მოვიდეს გაარკვიოს, თავისი ამბავია. წადი. წადი. შენი ვალი მაქვს 11 ვარი. ჩათვალე რომ აღარა გაქვს, წადი ბონდოს დაუძახე, წადი. ვაა, გაგიჟება შეიძლება რა ბუნდა. ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრება შეიძლება და აღარც მუშაობა რა. აჰ, ისე მართლა ეგეთი დრო იყო. ასტი დახატული დატუებენ. რა დატუ. კალდუნ. დავაი ხე დადეხები. კალდუ. ბონდოა ბუტკის პატრონი. გამარჯობა კალდუნ. ალბათ გახსოვარ. მედაცხონებული მამაშენი. რახან ზაში სახში მომაკითხე, რაღაცა გიჭირს რა. რა უნდა მიჭირდეს კაცო? რა. გამყიდველი რო არის. ემა. შეხედრი ხართ? იმან მითხრა რაღაცა გილაპარაკნიათ. ალბათ რაღაცა ვერ გაიგო, სულელი ეგ ჩემის გადანგრეული. რაო ემამ? კალდუნა 100 ლარი მთხოვ. ო, თქო, მე რა. ეგ ჩემი ბუტკა, კალდუ.
ამით ერთ-ორ კაპიკსავ შოულობ. აი ბიჭებმა იციან რომ რაც შემიძლია სულ ყველას პატივს ავცებ. ზოგს ნისიათ ვატან, ზოგსაც სულუფულოდ ვატან. მაგრამ 100 ლარი ერთად თვალით არ მინახავს და შენ როგორ მოგცე კალდუ? ეგრე არ გამო. რა არ გამოვადა? ქვეყანა ჩალით ხო არ არის დახურული. ეს უბანია კალდუ. მამა შენი ცოცხალი რო იყოს. მამა ჩემს თავი გაანებე, შე ბოზო შენა გუშინ ჩამოთესლილო ახვარო შენ რა ვისასწავლი უბანს მე მასწავლი შე ტრაკო შენა. ჰა? არ გავი. რა ისეთი რა ვთქვი ხა? ემაზე რა. ეს მომენტი რამდენჯერ გაგვთ ნალახიც ბომბას გაფიცე. ზადიან ვერჯერ. აუ რა იდიოტი ვარ ხალხი მეჩხუბება უაჭოლი ვიღაც შემოვიდა დისკორდში ეტყობა და შენი კამერა აირიოს გავასწორე ხა. ვინ დაჯდა დისკორდში თუ? ხო არა გავიდა გრიგალა. გრიგალა გავიდა. დამოკიდე. არაფერი. ემაზე რა თქვი ემაზე? სულელია მე. კიდე რა თქვი? ჩემის გადანგრეული მეთქე. რატო თქვი? 100 ლარს მთხოვენ რომ მითხრა. მე მეგონა რაღაცა ვერ გაიგო მეთქე. ეგ სიტყვა ვისგან მოდისო რა თქვა? კალდუნასგან მოდისო. значит ჩემ თვალში მე ვარ სულელი და შეჩემის გადანგრეული არა ბიჭო? ეხა ამისთვის აგეკუთვნი შეეხო. აქვე დაგმარხო თუ სახში დაკლա ყორივით. კალდუ ალდუნა არუნა მაგას იმ 100 ლარს კიდე 50 ზეიდან დაამატებ და სახში ამომიცუნცულებ ხვალე გაიგე შენი ფეთე დავე გააჭვე ხა კიდე. დავე წნევა მოუწია. ვინმე ხო არა? არა მარტოა. რა ვქნა შევიდე? შედი, აბა რა უნდა ვქნა? რა ვიცი რაღაც. შედი. თუ შეუძლია ხო იცი რომ გააკეთებს. მიდი. ილო გცალია? კი. რაღაც მინდა გითხრა. დაჯე. ის ბიჭი კაროჩე ამას რო იბაზრა. მანქანაში რო ჩაუჯდა ამის ძმა არის ხო? ხო. მა. ის ხო დაიჭირეს? ხო. რა იყო? ჩემი ძმა დაიჭირეს. ვინა ზურა? ხო. რაზე? რა ვიცი, ყაჩაღური თავდასხმაო თუ რაღაც. არ ვიცი რა როგორ ეძახიან მაგას. მერე? ქალია მტარი. და ორიც დაჭრილია. მაგრამ რა არის, აი დაზარალებულის ჩვენებაში წერია რომ ზურას იარაღი არ ქონია. მე მგონი აიყოლი ეს თუ შეაცდიმას. და მძიმე შემთხვევაა. არა ხა. მე შენ იმას კი არ გთხოვ რომ ციხიდან გამომაყვანილე მეთქი. დებილი კი არა. მაგრამ ხო იცი რა როგორ ხდება. აი იმათ სულ ყველას პატრონები ყავთ. ზურას კიდე ჩემს მეტი არავინ არ აქვს. მეშინი არა ყველაფერი მაგას არ შეტენა. ეხლა ჩვენ რა ვქნათ? არაფერი იმათ უნდა გავაგებინოთ რომ უპატრონო არ არის. და მაგისი ბედი ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაა დაინტერესებული. აბა რას ამბობ? რაი? ზუიად. შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ? მე? ამ წინასაარჩევნო პერიოდში მაგის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რატო? რატო? არ იცი რატო? არ იცი როგორ არიან ჩასაფრებულები ერთი რამე შეგვეშალოს. იმას ელოდებიან. და მე ატეხავენ ამბავს პრესაში, ტელევიზიაში და რა ვიცი კიდევ. აიცა, სიტყვის თქმას წინ აღა უთქვას. არა ძმაო, არა. ჩათავდეს ეს არჩევნები და მე საერთოდ გამოვაგდებ ციხიდან. სანამ მე გარჩევნები ჩამთავრდება, იმდენ შეტენია, რომ ვაფშე ვეღარაფერი ვეღარ უშვებს. ზუიად, ნუ გეშინია რა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. შენა. უარს მეუნე, ვიტო. სხვა გზა არა მაქვს. კარგი ძმა. დიდი მადლობა. რაო?
შეიძლება? ო, товарищ капитан, здравия желаем, მოგზავნე გენესვარ. გაუმარჯოს. დაჯე. როგორა? რა ვიცი, ვერა ვარ კარგად. რატო მეცო? ჩემი ძმა დაიჭირეს. გარი რა. რისთვის? გაჩეჩილაძეების ოჯახზე თავდასხმისათვის. მოიცა ზურაბ ღონღაძე შენი ძმაა? ხო. ნასამართლებია? არა. თან იარაღიც არ ქონდა. რა ვიცი, ეთყობა შეაცდინეს. ო ბიჭო რა, ერთი შენ შეგაცდინა ჯინორია და ეხლა მეორე. მე რო რამეში დამნაშავე ყოფილიყავ, ეხლა გურამასთან ერთად ვიჯდებოდი კამერაში. მოიცა აბა ეხლა რატომ მოხვედი? რამე ახალი გაქვს გამოძიებისთვის სათქმელი? არა, არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე, ნაცნობი ხალხია. იქნებ რამეში დამეხმარონ მეთქი. აბა რაში უნდა დაგეხმაროთ მითხარე რა. რა ვიცი, ჯერ ახალგაზრდა ბიჭია, ყველაფერი წინა აქვს და ბიჭო, გამაგიჟებ შენ, ხო იცი? მაგ ახალგაზრდა მიცი რა ქნა. უდანაშაულო ხალხს სახში შეუვარდა. ატეხას როლა, ქალი მოკლა, ორი კაცი დაჭრა. ბიჭო, რა იცით ხოლმე ამ ქართველებმა, ბიჭო, გაგიჟდება რა კაცი, ეხლა მოწულყარ აქა. და მეუნები დამეხმარეო კაცო, ნამუსი აღარ არის კაცო. ჩემ ძმას შემსმეტი არავინ არ აყავს. დედმამა ადრე დაგვეხოცა. შვილი ვიწდიდი. მე ფული არ მაქვს და არაფერი. აქ კიდე ხო იცით არა როგორ არის. თუ პატრონი არ აყავს, ყველაფერს შენ შეგტენიან. ამ დანაშაულის ორგანიზებასაც, ყრილობასაც და დაჭრასაც. არა და ყველაფერში მართლა დამნაშავეა. კარგით რა, ვითომ არ ისით როგორც. ო, აბა ორგანიზებას ლექს დილარ ჭყადოა იძიებს. ხო, აი სასამართლო მე არის. და ეგ ისეთი კაცის ხელშია. ცემა გამორიცხულია. ვა, სახარიში დაგვიბრუნდი? ნაღდად? რა ნაღდად? ნაღდად გამორიცხულია ცემა? კათოლიძე, ამას რო დახედა. იცი რას გეტყვი ტავარიშ კაპიტანი? მაგ საქმეზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა. რა საქმეზე? ნუ ეხლა ძმის სახლს და განათლებას. ესე იგი ტყუილად მოვსულ. იცი რა? დარწმუნებული იყავი, რომ შენ ძმას არავინ არ გალახავს. მაგრამ ისიც კარგად იცოდი, რომ ყველაფერი კანონიერად იქნება და სასჯელსაც დამსახურებულად მიიღებს. კარგად იყავ. კალდუ. და რა იყო ბიჭო რა, ყომშიდობა. კი, რავი, პროსტა ფრთხილად იყავი რა. სახლთან ბიჭები გელოდებიან. ვინები არიან? რავი, ბონდოს ბიჭები არიან რა. ბუტკის პატრონის. ხარო. რა გინდა თქვენ ბოსებო? ახარე დრინები თორე მოვაჭერი თავი. დროზე. ვაიმე. ეხა ჭაობს, ორი უჭირავს. აი გამომართ. გამომართვი. დროზე. ეს ბონდოს საუბრ. იდი. ეხლა? ეხლა. დავай. სკლინდას პირი გადავიდა. არი კაშეტია.
როგორ წაი ბრატ პორნოში იღებ წერილია რა ლამაზი ხედი ყოფილა Ой, точно вообще. შენ ერთადერთი კაცი ხარ მთელ მაგოფისში. მე მეგონა ილო გევასებოდა. ილოსაც არ გავკარი. სასაუბრის სცენას ვერ ნახავთ ხალხო, მაშინ კოცნაობა იყო. ძალიან კარგი ფეხბურთელია. რა ჩემი გადაიჭირეს ოფისში, ცუდი თვალით გიყურებენ. იცი. იმ დღეს კოტე მესხი იყო მოსული შტაბში. ეს თებში ხო ვერ მოაშორეს დედას ვისაუბრ. მე მეორე ოთახში ვიყავ. ვაშლი ჭამა, კიდე ვაშლი უჭირო. ჩემზე? ხო. ილო მუთხრა ეგ ხონხაძე რაღაც შარში გაგხვევსო. ნახდა ჩემი ყურით გაიგონე? ხო, აბა ვიგონებ. რაზე ფიქრობ? არაფერზე. ისა გარაჟის გასაღები დამრჩა ოფისში. ეხლა იქნება იქ ვინმე რომ მივიდე და კარი გამიყვეს. გაგიშდი. ამ შუაღამეს ვინ იქნება? ხვალ მიხვალ და აიღებ. არა, მანქანას ვერ დავტოვებ ღამე ქუჩაში. შენ ხო გაქვს ოფისის გასაღები? მათხოვე რომ ისე გავარდები და მოვა. თან შამპანურსაც წამოვიღებ. ჰა? შეასრულა. ოხჩი. თუ მიდიხარ წადიახლა და დროზე მოდი. გადაო ბიჭო. სვის პარტიაში მივიდა. თქვენ შორენაა ხართ? დიახ. ჟურნალისტი. ხო. მე არ გახსოვართ? მე ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ. თქვენ საავადმყოფოში იყავით ჩემთან. ექიმი ხართ? არა, დაჭრილი ვიყავი და ინტერვიუ ჩამომართვით. ასე ვერ მოვდივარ, ისე ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ. თქვენ ხა აქ მუშაობთ? არა, მასალის სასაღებად ვარ მოსული. ხო არ იცით, სოცოეკაზე საძიეს? გვერდით ოთახშია. ვალო. ობძაბი.
შედაქ რა გინდა? აი მოვედი რა. აღარ შემელია იმ ახვრების ატანა. კარგი რა. ვინ დაგიჟერებს მაგას? აი ეს ნახე. და მერე თუ გინდა ნუ დამიჯერებ. ბატონო სესოვა, აი გადაათვალიერეთ და თუ რამე შენიშვნები გექნებათ უკანა მხარეს მიეწერეთ. ახლა არ მცალია. უთხარი არავის შემოვიდეს. ხო, შენ არცაც ახვიდე, დამჭირდები. მაინტერესებს რატომ აკეთებ ამას? ახვრები არიან და იმიტომ. მაინც რა გაწყვეტინეს? ძმაზე ვთხოვე რა. ციხეში დამეხმარეთ მეთქი. იმათმა კიდე ფეხებზე დამეკიდეს. მოიცა შენ იმათა რა გებარ? რა საკეთებ? როგორ რა? ქუჩას ვაკონტროლებდი, პლაკატები რამე. ესე იგი ჩვენს პლაკატებს კედლებიდან შეხებდი? ო რა. მე და ჩემი ხალხი. ისე თუ ამ საქმეში დამეხმარებით იმათებს ჩამოვხებ. დაგეხმარებით აბარასვისა. იმათებს ჩამოვხებ. ჩვენ რომ ჩვენს მას კი არა, საკუთარი მამის კვლელს გამოაშვებინებს. თქვენ რა იცი? ვერ გავიგე. შენ ისე იმათთან ერთად. გაიგე? მე მითხარი რამე? ყოველ დღე მიდი. რამეს დაგავალებენ, გავუკეთე. ვითომ არაფერი არ მომხდარ. გასაგები. ხო და ეგრე. დავაი. ესე იგი მქონდეს თქვენი იმედი? რა თქმა უნდა. სიტყვა. კარგით, მაშინ მე წავედი. აბა შეიცი. რა გავუხარ? აი ეს ჩემი ტელეფონია. თუ რამე იქნება დამირეკეთ. ზიად. თუ ზმა ხარ იმ გოგოს დაუზახე, წაღარო შემოვიდი. შორე რა? უც გამოართვერდა. კი ბატონო. ძმის გამოშვება უნდა რა თუ ნამაყუთი. ძმას აშვებინებს და აი ეს დავწერე. და სანამ რედაქციაში წავიღებ და იქნებ გადაგეხედათ. შენ მაგას თავი დაანები? აი ეს ნახე. აქ ისეთი ბომბი ეს თუ გასკდა, ქვეყანა გადადა. ბექა იცანი ეს კაცი? ჰა, გააღე ბიჭო. ვა, ქალბატონო ზეინაბ. ვერა? ვერა. გოგზადებით ქალბატონო ზეინაბ. სვეტა რომ მიიყვანა დაკითხვაზე უშიშროებაში. დროზე გამოიყვანა. ვინც დაკითხა სვეტა? ვინც მიიყვანა? ამან დაკითხა სვეტა. კაბინეტში ვინც იჯდა? ო. ამორჯო. შენ ჯერ არ უცემი ხარ თუ უკვე მოგირჩა? არა ეს აუცემია. აბა რომ დაგაწერინა ის აღიარება. დებილი ხარ? აბა რომ დამწერე. უნდა დაგეწერა რომ ამ სახლში შემთხვევით იყავი. სროლა რომ ატყდა შეგეშინდა და ვეღარ გაიქეცი. და სახლის შერდაქში იმათთან ერთად თუ დამიჭირეს მაგაზე რა უნდა მეთქვა? რომ ბანდიტებმა აგიყვანეს მძევლად და ჩერდაქშიც იმიტომ მოხდი. შენ რა მაგარი ყოფილსწავლე. ბიჭო, შენ არ ქურდულ საწვევი თუ რაშია საქმე? მაინდა-მაინც სროკი გინდა აიფიდო. იცი შენი ძმა იქ რა დღეშია. ახლა რა უნდა? მოიცა ეს რა ხდება? და სხვა დაწერო. უე ცემეთ კიდე ვიტყოდი რომ ცემეს და წალის დამაწერეს მეთქი. ახლა რა? ერთი დადექი იქ. ბატონო?
დადეგი. აი დადეგი, აი. ოჰ, ჩემი. ნაცები ხარ, აბარა ხარ. მე ახლა წავალ. გარეთ ექსპერტი მელოდება. შემოუშვა. ჩემ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვე. და ახალი ჩვენება დაწერე. ხომ კარგად გახსოვს რაც გითხარი? მახსოვს. როგორ არ მახსოვს? აბა წავედი. ანუ ეს რიკაშეტი ვინა ბიჭო. და ვიწყებს მაგას რაც უთხრათ. კალდუ ეს ლამპუჩკები რაღაც გინდოდა, ბიჭო. იყოს რა, ოჯახი ხრამი. რას ამბობე? რა უნდა თქვა, სმინაზე დგანა. რა გინდა თო? ყოველ დღე საჭმელ-სასმელი იმენა დარმავო იგექნება. კალდუ! აი, იმის ბუტკიდან წამოიღო? ვიღაც თავგადაპარსული ტიპი. ვერ მიცანი კალდუ. ზვიადა ვარ გონღაძე. ვა, გლობუს. რა ხარ, მოჯა. ვა, რა ნისია. შენ როგორ ახარ? აი გავიგე ჩამოსულ ხარ და მოვედი რა სანახავ. ეს რა ბოზების ძენაზე რა. ეგრა მოგიტანია. მაგარი კონიაკია. მე ვაფშე არ ავსო, მაგრამ კონიაკი მამენატრა, ხო იცი? დავა. დავა ეხლა ჩვენ ბავშვობას გავამარჯოს. ყველაზე საკაიფო დროს. ვაფშე აღარ მახსოვს. ბავშვობა, სკოლა, შატარო, ფუტბოლი რა. კალდუ, შენ სკოლაში დადიო, დიტო. თავის ცხოვრებაში ერთ გაკვეთილზეა ლამპური. რა გაკვეთილი იყო კალდუ, თუ გახსოვს? ქიმია. იმია. კარგია, გამორთე რა, ანანისტი ხარ შეჯემა რა. ანანისტი. შენა. ეხლა ვზივართ ქიმიის გაკვეთილზე. კეთო რაღაცას გვიხსნის თანც დასატარებს. ამას პაპიროსის მოწევა მოუნდა. ჯიბები დაჭითა სპიჩკა არ არის. ადგა მივიდა კეთოსთან. ის კიდე კაკრას ის მომენტია რომ სპირტ ფურას ანთებს რა. კალდუნა ეუბნება. ერთი წამი პაჟარე რა, კეთომას. აუ გაგიჟდა საწყალი კეთო. აი შედეგენერატო, შეხულიგანო, ეხავე დირექტორთან მივალ. ეს კიდე ეუბნება. გაიგე ქალო, ამ სკოლაში მე ვარ დირექტორი. მე სკოლა როგორ დაამთავრეთო? Очень просто. შევედი დირექტორთან და მეთქი ატესტატი შებოზო. რა გინდა ძმაო, მთელი უბანი პატის ვიცი და მაგიტომაც მოვედი. საქმე არა, ამ ვიდეოს თუ არ ადევს. ვიდეოს თუ არ ადევს. თქვი რა გინდა? სკლინტა ჩვენია. მალე არჩევნები იწყება. აზრი ხარ? მერე არჩევნები ხა საარჩევნო შტაბში ვარ რა. ერთი სოსოა ეგაძე ვაჟნაკი. სასტავიც ეგეთი ყავს. შენი დახმარება გჭირდება. მე რომელი აგიტატორი ვნახე. აცო აგიტაცია ვისაც საჭიროა იმას აქვს ჩაბარებული. შენ ქუჩას უნდა მიხედო. სმისლი? შენ რა ხდება იცი? ხალხი დაბნეულია რა. ბევრმა არ იცის ვის მიცეს ხმა. შენ თუ უბანში შეუთვლი 1-2 კაცს, ვისაც საჭიროა. ხო გესმის? ეგ უკვე კარგია.
მე უკვე წავა კედლებისათვის ომი, აქ უკვე უბნის ბიჭებია საჭირო. აიცა. ეს კედლების ომი რა პონტია ერთი გამოგები. კედლებისათვის ომი. არჩი ყველა პარტია ჩალეჩობს. ნუ თავისი პლაკატები გამოსაჩენ ადგილას გააკრან. თუ ისლაბენ, ცარიელ კედელს აღარ დაგიტოვებენ. აი შენ პლაკატებზე გადააკრავენ თავისას. ამას ვიღაცამ ხო უნდა მიხედოს. მოგესმის? და გარდა ამისა, არჩევნების დღეს ყველა უბანთან ბიჭები უნდა იდგნენ. რამე რო არ მოხდეს რა. ან ურნა არ წაიღონ, ან კომისია არ დააშინონ სხვებმა. 1000 მელოჩნი რაღაცაა. მაგრამ ამას ისეთი კაცი ჭირდება, ვისაც უბანში სიტყვა ეთქმის. მე აქედან რა არო? როგორ რა? ჯერ ერთი ყველაფერი მაყოთ იღებს მაო. მე თუ ამ ხალხმა მოიგო არჩევნები, ხელს ვეღარავინ ვეღარ გახლავს. რა, ცოტა, მეც ან მოიგებენ, ან წააგებენ, ეგ რიჟა ბაზარია, მაო. შენ ეს მითხარი, აქ მაყუთთან დაკავშირებით რა ხდება? ზადანიას გააჩნია რა. ხა, მაგალითად, სხვისი პლაკატების შემოხევა ერთი ფასია. იმ მასშტაბზე ნაბლუდენია მეორე. აი, ტრანსფორმატორის გაფუჭება კიდე მესამე. ტრანსფორმატორის გაფუჭება რაღა პონტია. მოკლედ, ამას წინათ ერთმა პარტიამ მოქრო ყანაში ტრანსფორმატორის შეცვალა. სოფელ შუქი ჩაურთ. იასნე ამით ხმები იშოვეს რა. მიხვდი? იმათმა ჩართეს და შენ გინდა რომ გამორთო რა. ბიჭო, რა კაცია, რა კითხოს იმასთან ჩართეს და შენ გინდა რომ გამორთო რა. ეხო დამწვარი პონტია. არა, ეგ ყველაფერი. მოიცა ეს გადავიდა კაც სხვა პარტიაში? ხო, იქ ხო მივიდა იმასთან. ხო არ დაიხმარნენ თავის რა დაიჭირეს შენ გამოშვებას. ჩვეულებრივი მიდიოდა იარეო იმათთანო. ო, იულის, მაგრამ პაходу იმის საქმეს აკეთებს. და იმის საქმეს აკეთებს, ინფორმაციას იღებს იმათთან. სოფელში მიდის ქსივა, რომ სიაფანდი ტრანსფორმატორია. მერე გაზეთებში წერენ, რომ მოსახლეობას ატყუებენ. ამასობაში ეს ტრანსფორმატორის ფეთქდება და всё რა. მოგჭამაჭერე მამორჩევლის ხმებმა. მერე თუ ეგეთი ადვილია, მინდი და ააფეთქე რა. ლიშნი მაყუთი გაწყენს თუ რა. მე ვერ წავალ. იცნობ. საიდან? ეგ ტრანსფორმატორი მე დავაყენე. აჩა. ეიავი. აი ვიდა. ადრე მაგათან იყავი და ეხა გინდა რომ აბაროტი აუვა რა. დაახლოებით ეგრეა. მოდი შენ მოიფიქრე. იმ ხალხს მაყუთი აქვს მაო. თუ გადაწყვეტ, შეგახვედრებ რა და შენ თვითონ დაებაზრებ. მოდი რა, გლობუს არ გაგიტყდეს. არ შენ გენდობი. არც იმ ნაბოზრებს ვენდობი რა. და აი მამა ჩემი რო საფლავიდან ააყენო, იმასაც არ ვენდობი. ახლა შენ ეს მობილური. მაინც თუ მოიფიქრე დამირეკე. ჩემი ნომერი შეგწერია. ნუ თუ არა და კონტე შემგან სახსოვრად. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს მაო. ესეთი გამოუშვი. მოშნა წამოვიდა, 100%-ი აფეთქდება. აი ხა იბუდგებს.
Yes! ნახე რა CGI-ა. მაგარიჩი შენზეა ჩემო ზვიად. გილოცავ. როგორ დამთავრდა? არაფერი. პირობითი საჯერით გადარჩა ბიჭი. ზიხარით სარეწევა რა. მაგრამ გამოუჭირო ოჟები. აი ეხლა მე მივხედავ. ქალბატონ ზეინა ამ პატივისცემას არ დაგიკარგავთ. შენი არაფერი არ მინდა. აი მანქანით თუ ხარ? ვაკეში გამიყვანე. კი ბატონო. რა გიჟი კალია ბიჭო. გამარჯობათ. გამარჯოს. გულვაქ არის? მთელი დღეა გელოდება. რა იყო მოხდა რა? ხო, სიტათაშვილი. შორენა სიტათაშვილი. ვიცი ვინც არის ეგ ბოზანდა რა ადრე ექსპრეს უცხებანში მუშაობ. არა იცი მაგას თავი გაანებე ეგუარესი იქნება შენის გამიგერ აქვს თხოვე, კარგი? კარგი, აბაჰე. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. აი გითხე? არა, ჯერ ვერ მოვასწარე. რაღაც იმიძურია რა. მართლა არაფრის აზზე არა, ხარ? არა, რისაზე უნდა მიდი ერთი ის ადგილი წავიკითხე. საარჩევნო სიების გაყალბებაზე ბაზრობს და 60 კაციანი სია მოყავს. ხოზე ხარ რა სიაზეა ლაპარაკი? რა სია? მე რო შევადგინე რა. ნახე რა წერს. ეს სია სახმართველობაშია შედგენილი. მისი ერთი ასლი უნდა ვივარაუდოთ მესხის შტაბში ინახება, მეორე კი უკვე საარჩევნო კომისიისთვის არის გადაცემული. რა მოხდა მერე, რა არის აქ გასაკვირი, იკითხავ ძვირფასო ამომრჩეველო. არაფერი განსაკუთრებული, ერთი დეტალის გარდა. სიაში შეყვანილი მოქალაქეების უმრავლესობა უკვე გარდაცვლილია, დანარჩენები კი დიდი ხანია მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ. და ეგ საიდან უნდა გაიგოთ? ეგ კაკრას გასაგებია. რაღაცას მისცემდნენ საქმართველობას და ისინიც დავქოვდნენ. ყველას კარგად ახსოვს გახმაურებული ყაჩაღური თავდასხმა გაჩეჩილაძეების ოჯახზე, რომელიც დიასახლისის მკვლელობითა და გარდაცვლილის ქმარშვილის დაჭრით დასრულდა. ამ საქმესთან დაკავშირებით 6 დაკავებული პირი წარსდგა სასამართლოს წინაშე. 5 მათგანმა სათანადო სასჯელი მიიღო, ხოლო მე-6-მ ვინმე ზურაბ ღონღაძემ სრულიად მოულოდნელად თავის დაძვრენა მოახერხა. პროკურატურის პროტესტის მიუხედავად სასამართლო მის მიმართ მხოლოდ პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა. არადა ღონღაძემ მკვლელობის მომენტში ბანდის დანარჩენ წევრებთან ერთად გაჩეჩილაძეების ბინაში იმყოფებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყაჩაღობაში. ეგ როგორ უნდა მომხდარიყო, ალბათ იკითხავს დაბნეული მკითხველი და სწორიც იქნება. მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდება, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ზურაბ ღონღაძის ძმა ზვიად ღონღაძე შესამჩნევი ფიგურაა კოტემესხის გარემოცვაში და მისი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გახლავთ. საინტერესოა, რამდენ ყაჩაღსა და კაცის მკვლელს გაუწევენ მფარველობას ეს ვაჟბატონები, როცა ხელისუფლებაში მოვლენ. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. რა სტატია შეკერე? ეგ იმათი. ასე თუ ჟურნალისტი რო იყო. მე აუნებ. ვისთან ჩააწყ? და მაგას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ უარი მითხარით. მე სხვა გზა ვნახე. რა, არჩევნებს უნდა დავდოდებოდი? შეჩემა მე ვერ ხედავ შენი ყაჩაღის ძმის კრიშობას შევეროყტენიან. შეჩემა და ჩემი ჩენა. წესიერად მელაპარაკე, გაიგე? ბადრი, მოკეთე. ზვია. შენიცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება. მაგრამ ხომ ხედავ, ეს ამბავი სერიოზულად მიფუჭებს საქმეს. ილო, ჯიგარო. რადგინოდა ამდენი ლაპარაკი? უბრალოდ გეთქვა ზვია, შენი დიდი მადლობელი ვარ, კარგად იყავი. ეხლა აღარ გჭირდები, მორჩა.
არა, მე მესმის პოლიტიკაში მეგობრობა არ მოსულა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მინდა რომ მეგობრებად დავრჩეთ. არ გამოვა ჩემო კარგი. მე და შენ მეგობრობას სხვადასხვა რამეს ვეძახით. კარგად იყო. ერთი პრობლემაც მოგვაკლდა. ერთი მოგვაკლდა, 10 მოგვემატა. თუ ასე გავაგრძელეთ, ბევრ მომხრეებს დავგარქავთ. რო გამოვიდა იზმა. გამარჯობა. დაჯიქი. ეს კაცი პუტინს არ გავს მობას გაფრთხილებ. ეს ნახევისი კაცი ამის. ძალიან სერიოზული ვისკია. ჩააყოლე. მომღაძის გამოგირება არის მოდელი. მაგრამ გარკვეული ჰონორარის ფასად ეს საქმე გავაკეთეთ. აუф, რა აფერისტია. მესხი შტაბიდან მისი დახმარებით მოვიპოვეთ. სხვადასხვის ტრანსფორმატორის ამბავიც კარგად გამოვიდა. და რაც მთავარია, ამ სტატიამ ხალხი აალაპარაკა და ხმების დიდი ნაწილი დააკარგვინა მაგათ მოძრაობას. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ბატონო ბიჭა. დრო ცოტა. იმათი რეიტინგი კი ჯერ კიდევ მაღალია. რაღაც არაორდინალური გადაწყვეტილებაა საჭირო. რას გულისხმობთ? სკანდალს. ისეთ სკანდალს, რომელიც ერთბაშად გაუნახევრებს გაბერილ რეიტინგს. ეს ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. თუ რამე კრიმინალს ამოუქეკავთ. ცოტაოდენ ეშმაკობებსა და პატარ-პატარა დარღვევებს თუ არ ჩავთვლით, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ სუფთად მოშოვებენ. არ მჯერა. მათ ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებ. შეიძლება ითქვას, რომ ლუპის ქვეშ მყვანა. რაც არ არის, არ არის. ასია და რა ვქნა. თუ კრიმინალი არ არის, მაშინ იძულებული ვართ, რომ შევქმნათ. შენ ძველი ჩეკისტი ხარ და ეს არ შეგეშლება. დარწმუნებული ვარ, ამ იდეა გეკნებათ. ამ სტატიის ბოლო აბზაცმა და მაინტერესა. იმისთვის, რომ ვინმე მოსაფუძვლო ავყიობათ, ან როგორც ახლა იტყვიან, შავპიარად არ ჩამითვალოს ეს მარტივი ჟურნალისტური გამოძიება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები კოტე მესხისა და მისი საარჩევნო შტაბის მოღვაწეობის შესახებ და მზადა ვარ ნებისმიერ დროს გადავცე ეს მასალები პროკურატურას ან სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. რა მასალებზეა საუბარი? პირველ რიგში ისევის მკვდარისოლები გულისხმება. გარდა ამისა, ის გარკვეული საბუთები წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პატარა აფიონის შესახებ. და რაღაც პატარ-პატარა დარღვევები. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტს აქვს რაღაც საბუთები და აპირებს გადასცეს პროკურატურას. თანაც ამას საჯაროდ აცხადებს. გესმის? დაახლოებით. რა გვარია ეგ ჟურნალისტი? შორენა სითათაშვილი. ხო და ჩემო სოსო. მაგ სტატიის მერე შორენა სითათაშვილს შემთხვევით ქუჩაში ფეხის რომ გადაუბრუნდეს, ეგეც კოტე მესხს დაბრალდება. არაფერს ვამბობ, უფრო სერიოზულ, თქვათ, სიცოცხლისათვის საშიშ ინციდენტზე. მე მგონი, ბინის გაქრდვა ბომბა იქნება მასმედიისათვის. აგრეული უჯრები. ამოყრილი ხელნაწერები, დამსხვრეული კომპიუტერი და გამქრალი დისკეტები კარგია, მაგრამ ანუ ამას მოკლა უნდა რა იყო. ეგრეა სწორას უფრო
მძიმე შედეგები დამთავრდება მე თუ კეთესი. ეგ ცოტა სარისკო გზაა. ამას პროფესიონალი შემსრულებლები ჭირდება. სულაც არა. საკმარისია საჭირო ტიპს სათანადო არხებით მეუვიდეს ინფორმაცია სითათაშვილის საწერი მაგედის უჯრაში და მიკროპროცესორის აფშივკაში დამალული დოლარების შესახებ ყველაფერი თავდაყირად ადგება მის ბინაში. კარგი იქნება თუ კი ამ დროს ბინის პატრონის მოულოდნელად დაბრუნდება სახლში. დანარჩენი ღვთის ხელშია. Чему быть, тому не миновать. რომ დაიჭირონ? თუ დაიჭერენ, დაიჭირონ მე. შენ რა? შენ მაგ ტიპისთვის შეკვეთა არ მიგიცია და არც არაფერი. კოტე მესხმა კი ამტკიცოს, რომ არ იცნობს დამნაშავეს. რა სიტყვა? ხოშიანია, მაგრამ რა მაგრამ? რა არის ზამი? კარგი გოგოა შორენა. ნიჭიერი. აიდან უნდა კონდეს ახლა ჟურნალის ამხელაფო. არა, საიდან უნდა კონდეს? ბიჭო, ხო გითხარი, ვიღაცა ბობოლების ზაკაზი შეასრულა მეთქი. რა გამიტარაკე საქმე? მოკეთე რა. ისე რას იზმანება იქ ნაბოზარი ხედავ? სიამოვნებით გავჟიმაო. კეთე მეთქი. დავაი. მე გახალიან ხუთის პარეს ხოლავდა რაღაც რაიმე. არა. ვერ. არა. ის რა გინდა შეჭი? ამ ხელა ჩაკუჩით მივიდა პენის გასაღებო. ჩაკუჩით კი არა. Diagnoz małotwija do komputera maskas. ბიჭო, აქ რა თმენდიხარ? წადი რა, იქით იჩალეჭე რა, რადი რა. ვა. გამომშვიდობისა. გამომჩ. როგორ ახალი? აუ ნიკო. ბერაბაშანდელი. რახმა. ნიკო გომელაური, რა მაგარი იყო, დედასვიცა ვარ, რა სასწაული იყო. ალია. ოპა, სოსო სად არის? მე თუ დამაგვიანდა თქვენ შეუკვეთეთ და მერე მოვა. როდის ჩამოვიდა მოსკოვიდან? ერთი კვირა. იკვირს რატომ არ დამირეკა? ჰაი? ალო? დიახ? ვერ გავიგე? წყალი ჩამოდის? რა გაყვირებთ, ქალბატონო, ეხლა მოვა. რა ხდება? ქვედა სართულიდან დამირეკეს წყალი ჩამოდისა. არა და ყოველთვის გეტავ წყალს. თან პატრონები სახლში არ არიან. ნათესავმა დამირეკა. რა ვქნა? უნდა წავიდეთ. სოსო რომ მოვა?
რა ვქნა, უნდა მივიდე. ბაბი წავიდეთ მაშინ და მოვიდეთ. არ გეშვიდობებით დაბრუნდებით. ოჩა ამოვალ მოგეხმარებ. არა, არ არის საჭირო. აიცა, მოვალ მოგეხმარებ. ეცუთით. ალო. ხო. გული. სასრაფოს გამოუძახეთ. კარგი მოვდივარ, კარგი. ამაჩემს ისე გული შეტევა, გამს დედავადი. ვიღაცამ დაგვწყევლა დღეს აღამოს რა. მართლა არ გინდა ჩემი მოხმარება? არა, რა საჭიროა. ნამდვილად? მიხედე მამაშენს და მე დაგირეკე. უკაცრავად, ხო? უკაცრავად, ხო? კი. მოი მათმა გაუჩალჩეს. ალო. ო. სახლში ადის. აუ, მიღადავები ბიჭო. შო მეწავედ. აი, ნიკოს ხიცა გეგონა? Rakeni się ciemnisz. Oka, lito! აი, მოკლა ბიჭო, ვიღადავებით. Zantes serialeța სასწაულია. ხო, საღამოს დაიდება ეს ახლა სწორებს პირველზე ხო დაიდო და საღამოს 8-ზე კიდე ერთი სერია დაიდება და ჩაუჯექით ახლა წავედით ჩვენ შემდეგ სერიას დავარეაქტებთ. და ლაიქით ხოლმე ნუ დაგეზარებით.